ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანიშვილი გრიგა ვარ და ერთად გადავხედოთ როგორი იყო გასული კვირა ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის. დავიწყოთ ტრადიციულად ლარით. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან გაუფასურდა რუბლის გარდა. ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარდა, დეტალურად კი ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია. დოლარი 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 2 ლარი და 94 თეთრი, 1 თურქული ლირა 8 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 13 თეთრია, 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 64 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 8 თეთრი. ოქრო და ვერცხლი გაიაფთა საერთაშორისო ბაზრებზე. წინა კვირასთან შედარებით ოქროს ფასი 2.7%-აა შემცირებული და დღეს უნცია ოქროს ღირებულება 2868 დოლარია. თუმცა წრიულ ჭრილში თუ შევხედავთ, ოქრო 36%-აა გაძვირებული. ბოლო კვირაში ძვირფასი მეტალების გაიაფებას ანალიტიკოსები მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების დასრულების მოლოდინის გაჩენით ხსნიან. წლიური ინფლაცია 2025 წლის თებერვალში 2.4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი 0.4%. წლიურად ფასების ზრდა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების 3.7%-იანმა მატებამ. გაძვირდა ზეთი და ცხიმი, ყავა, ჩაი და კაკაო, ბოსტნეული და ბახჩეული, ფასებმა ასევე მოიმატა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ასევე გაძვირდა თევზეულით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეულით. ფასებმა მოიმატა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზეც, პურზეც და პურ პროდუქტებზეც და ასევე გაძვირდა ხილი და ყურძენი. ფასები მომატებულია 5.4% ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც, სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასები 7.6%-ით გაიზარდა, 4.7%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. 12.2%-ით გაიაფთა კავშირგაბმულობის ფასები. იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზარის წახალისების მიზნით იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები შეარბილა. რას გულისხმობს გამარტივება და შერბილება? ეს განვარტოთ აქამდე მოქმედი წესით, როდესაც მომხმარებელი ყიდულობდა უძრავ ქონებას იპოთეკური სესხით, მას ბანკიდან სესხის სახით ღირებულების მხოლოდ 85%-ის აღება შეეძლო, 15% კი მას უნდა გადაეხადა. ახალი წესის მიხედვით იპოთეკურ სესხში თანამონაწილეობა ღირებულების 10% გახდა, ხოლო კრედიტი 90%. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება დროებითი იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს ახალი წესი. 100-მდე მეტი ქალი მეწარმე გადამზადდა ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით. გადამზადება პროექტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით ფარგლებში სავაჭრო პალატამ კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების თანამშრომლობით განახორციელა. ბიზნესის მფლობელმა ქალმა მეწარმეებმა დარგის ექსპერტებთან ერთად და მათი დახმარებით მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიიღეს და გაიღრმავეს ცოდნა, რაც ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში დაეხმარებათ. ყველაფერს თანხმდებით, რომ ეკონომიკაში ქალების ჩართვა და ქალების ეკონომიკურად გაძლიერება ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად აქტიურად არიან ქალები ჩართული საქართველოს ეკონომიკაში, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით და რა კეთდება. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს. გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვე არაც გამოჩნდა და ამ კომპანიის დამფუძნებელსაც წარმოგიდგენთ, რომელიც 3 შვილის დედაა. ის მოგვიყვება თავის გამოცდილებაზე, რა გზა გაიარა, როგორ მიიღო ბაზარმა და ზოგადად როგორია ქალისთვის იყო აქტიური ბიზნესში. ჩვენი სტუმარია ეკა ედიშერაშვილი, პროფესიით არქიტექტორი და საბავშვო ავეჯისა და სათამაშო ბრენდის ჩილიკას დამფუძნებელი. მოგესალმებით ეკა და მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეკა, რადგან თქვენ სტუმრობა მოგიწიათ და გადაცემის ეთერიც დაემთხვა 3 მარტისა და 8 მარტის შუალედ პერიოდს, მინდა უცებად გკითხოთ სწორედ ეს კონტექსტი. თქვენ როგორც ბიზნესში ჩართული ქალბატონი, თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქტიურები არიან ქალები დღეს საქართველოში ბიზნესში და ეკონომიკაში, რა წვლილი აქვთ? დღესდღეობით ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩაერთო ბიზნესში და შექმნა თავისი ბიზნესი. ქალი მეწარმეები არიან კიდევ ასევე ძალიან ბევრი, რაც ძალიან მისასალმებელი ფაქტია.
და ვფიქრობ ძალიან კარგი ტენდენცია ეს, რომ უფრო მეტი და მეტი ქალი არის ჩართული ეკონომიკაში და ბიზნესის კეთების სფეროში. ანუ ტენდენცია თქვენი დაკვირვებით გამოკვეთილია, რომ ქალები გააქტიურდნენ უკვე, ხო? ვფიქრობ, რომ კი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის ყურა რაიმე ესეთი დამაბრკოლებელი ფაქტორები, მაგალითად თქვენს მაგალითზე რომ გითხრათ, როგორ იღებს ბაზარი ქალებს, დამფუძნებლებს, როგორია საქმიან ურთიერთობებში იყო ქალი ლიდერი, ქალი მენეჯერი, ქალი დამფუძნებელი. აი თქვენს მაგალითზე შეგიძლიათ გითხრათ და სხვებისაც. ზოგადად ჩვენ მაინც ვცხოვრობთ პატრიარქალურ ქვეყანაში და ასე თუ ისე მაინც არის ეს შემორჩენილი, სრულად არა, მაგრამ მაინც არის ხოლმე ესეთი სიტუაციები. რაც შემეხება მე რო ვთქვა, რომ თუნდაც ამ ჩემს ბიზნესში მქონია მსგავსი შემთხვევა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. რასაც ვერ ვიტყვი სამშენებლო ბიზნესში, არის იქ მსგავსი რაღაცა სიტუაციები, სამწუხაროდ ჯერჯერობით ისევ. ჩემს სფეროში ამ ეტაპზე ვინაიდან ჯერ ძალიან ახალია და თან ესეთი ფართო მასშტაბიანი, ესე სრულად ფართო მასშტაბზე ჯერ არ არის გასული, მაინც ასე თუ ისე არ გვქონია ჯერჯერობით საბედნიეროდ და მიხარია, რომ არ გვქონია მსგავსი შემთხვევები. პირიქით, როდესაც სამი შვილის დედა აკეთებს მსგავს რაღაცას, უფრო კარგად იცის, რომ რა არის, უფრო კარგად იცის რა არის მისი შვილებისთვის კარგი და შესაბამისად სხვა ბავშვებისთვისაც. ამიტომ მსგავსი ესეთი უარყოფითი რაიმე კონტექსტი ან შეფასება ჯერჯერობით არ გვქონია საბედნიეროდ. თქვენი შეფასებით რამდენად მაღალია განათლების დონე? განსაკუთრებით ხარ მინდა რომ ეს დავყო ხო ქალების და კაცების, მაგრამ რადგან ქალები მაინც ახლები ვართ ბიზნესში, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს არა, მაგრამ მაინც ახალია ჩვენთვის ამ სფეროში თავის დამკვიდრება და ეხლა ვცდილობთ რომ უფრო ტენდენციური და უფრო მასშტაბური გახდეს ეს, ხო? თქვენი აზრით საკმარისი ცოდნა არის თუ არა ქალებში დაგროვებული? რა თქმა უნდა, ცოდნის მიღება უფრო და უფრო მეტის, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ არის ცოდნა. ქალები ძალიან ძლიერები და ძალიან განათლებულები არიან ხშირ შემთხვევაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ კი, ცოდნა ყოველს ასე თუ ისე აქვს, იმის ყოველ შემთხვევაში, რასაც აკეთებს, მაგრამ ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის, რა თქმა უნდა, უკეთესია და ახალი გამოცდილება ყოველთვის გვეხმარება უფრო და უფრო წინ წავიდეთ და ახალი ნაბიჯები გადავდგათ. ეხლა მინდა გკითხოთ თქვენს კონკრეტულ საქმიანობაზე. რამდენიმე თვეა რაც ეს კომპანია გამოჩნდა ბაზარზე, მიმართულება არის მაინც ოჯახური, ბავშვებს უკავშირდება. რატომ გადაწყვეტეთ აი ამ მიმართულების არჩევა? აი ბიზნესური ჭრილით რო შევხედოთ, რატო გადაწყვეტეთ მაინც და მაინც ეს ნიშნა დაგეკავებინათ ბაზარზე? მოთხოვნამ განაპირობა თუ დეფიციტმა? არის მსგავსი ტიპის კომპანიები, ნამდვილად, რომლებიც კარგად ოპერირებენ ბაზარზე. მე გადავწყვეტე, იმიტომ რომ მე ვარ არქიტექტორი პროფესიით და რაღაცა სიახლე მინდოდა ჩემთვის და ისეთი უნდა ყოფილიყო, რაც ჩემთან ახლოს იქნებოდა, ანუ აბსოლუტურად სხვა სფეროში ნამდვილად ვერ მოვსინჯავდი თავს. გარდა იმისა, რომ ეს რაღაცა ავეჯის შექმნა არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, სამი შვილი მყავს, როგორც უკვე აღნიშნეთ და ძალიან ახლო თემაა ჩემთვის ეს და ამიტომ ეს გადავწყვეტა, რომ ყოფილიყო რაღაცა ბავშვებთან დაკავშირებული და თან ისეთი შექმნასთან, რაც იქნებოდა კავშირში და ასე მივედით მოკლედ ჩილიკამდე, რომელიც ქმნის საბავშვო ავეჯს და განმავითარებელ სათამაშოებს. როგორ მიგიღოთ ბაზარმა? მოთხოვნა რამდენად სწრაფად გაიზარდა თუ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი? ჯერ ნაადრევია საუბარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ახალია, თან მის შექმნას დაემთხვა საკმაოდ რთული სიტუაცია ქვეყანაში. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ფართო მასშტაბიანი რაღაც ესეთი შემოთავაზებები არის, მაგრამ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩილიკა არსებობს, საკმაოდ ესეთი კარგი შეკვეთებიც იყო, ანუ ბაზარმაც ასე თუ ისე მიიღო, ჩვენც ჩავერთეთ მოკლედ ამ ბაზარში და მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ამ ეტაპისთვის, ყველაფრის გათვალისწინებით. მაგრამ წინ უფრო დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობ, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე გავალთ და იმ გეგმებს, რაც გვაქვს დასახული, აუცილებლად მივაღწევთ.
და ეს არამ დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა კითხოთ თქვენს გეგმებზე, ფართომასშტაბიანი გეგმები ახსენეთ, რას გულისხმობს ეს მარტო ქვეყნის შიგნით აპირებთ დარჩენას თუ გაქვთ გეგმები რომ ბრენდი გაიტანოთ უკვე ფარგლებს გარეთ? კი ბატონო, ესეც არის გეგმაში, რომ ფარგლებს გარეთ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს, ამ ეტაპზე მაინც გვაქვს საწარმოს შექმნის გეგმა პირველი ეტაპი რაც არის და შემდგომ უკვე ვიფიქრებთ აუცილებლად ქვეყნის გარეთ გასვლაზეც. წარმატებებს გისურვებთ და დაველოდები, როგორ განვითარდება თქვენი სულ რაღაც რამდენიმე თვიანი კომპანია. ჩვენი სტუმარი იყო ეკა ედიშერაშვილი, პროფესიით არქიტექტორი და საბავშვო ავეჯისა და სათამაშოების ბრენდის ჩილიკას დამფუძნებელი. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემა სხვა თემით, ფულზე საიმპორტო გადასახადი კიდევ ერთი თვით. 2025 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდება, ამჯერად იმპორტიორებს გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ. მთავრობის დადგენილების მიხედვით 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმების მომსახურების გაწევის საფასური 1 კილოგრამზე 30 თეთრი იქნება არსებული 25 თეთრის ნაცვლად. გაიზარდა საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც 10 თეთრის ნაცვლად 1 კილოგრამზე 20 თეთრი გახდა. ფქვილის ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2023 წლის 10 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებით დაწესდა. ამ გადასახადს 2024 წლის 1 მარტამდე უნდა ემოქმედა, თუმცა შემდეგ ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ჯერ 2024 წლის შემოდგომამდე და შემდეგ 2025 წლის 1 მარტამდე. 11.1%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ასეთია საქსტატის წინასწარი შეფასება. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. გვაქვს ასევე კლების მიმართულებაც, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო მომპოვებითი მრეწველობის სექტორში. საქართველოს ეკონომიკის უფრო მეტად ზრდას ელოდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს, ვიდრე ვარაუდობდა. EBRD-მა წევრი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ახალი პროგნოზით ორგანიზაციის მოლოდინია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რაც სექტემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 1.4% პუნქტით მეტია. რაც შეეხება 2026 წელს, EBRD-ის პროგნოზით ქვეყანას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. რეგიონის ქვეყნებსაც რომ გადავხედოთ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით 2025 წელს სომხეთში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში კი 3%-იანი ზრდა იქნება. EBRD უკრაინაში და თურქეთშიც ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რუსეთში კი 1.5%-იანს. ბიზნესი რუსთავი 2-ზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით ერთი კვირით, თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე, წინ გელოდებათ კურიერი ანუკა ქინქვაძესთან ერთად.